არ არსებობს რაღაცა, რასაც მე მგონი ხალხს არ აჭმევენ ესენი რა, იმიტომ რომ 2024-ში ხო ვეუბნებოდით, რომ საპარლამენტო რომ მორჩება, არ აკრძალავენ ხალხო ნაცებს, ხო ვეუბნებოდით. ხო არ დაგვიჯერეს, ხო გლანძღეს, რომ მაგას რატო ამბობ. მორჩა არჩევნები ხო არ აკრძალეს. ვეუბნებოდით, რომ შემდეგ არჩევნებზეც ეგლაპარაკი იქნებაო, ხო ვეუბნებოდით. მაგაზე ხო გლანძღეს, რომ თქვენ სუდი ხალხი ხართ ოცნება ეხლა ნაცებს ამთავრებს. ეხლა ხო გაირკვა, რომ 2025 წლის არჩევნებსაც მაგ დაპირებით ჩაატარებს ოცნება. მაგითი ვინმე იმ დასკვნას კი არა გააკეთებს, რომ ჩვენ სიმართლეს ვეუბნებოდით და ოცნება ტყუილს. მაგითი დასკვნა გაკეთდება, რომ ჩვენ სუდი ხალხი ვართ, ნაცებზე უარესები ვართ და კიდევ უფრო მაგრა უნდა დაუდგეთ ოცნებას გვერდით, რომ ნაცები დაასრულოს. ხო და აი მოდი მოусმინოთ. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ხალბატონმა თეატრო ლუკიანმა დააყენა საკითხი მის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის 3 თვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ 1 თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა 1 თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ 3 თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით. რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართულმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში. შეიძლება გადავთარგმნო ეს. ეხლა კიდე მოგვეცით ხალხო ხმა, რომ ნაცები დავამთავროთ, ხო ეს ითქვა. ოღონდ. აი ეხლა დაგჭირდება ბოლო. შენ სწორედ ბოლომდე არ მე ჩაგაკრიტიკებ. შენ ბოლომდე არ გახსენი, ეხლა მან რა თქვა. ეგ ხო თქვა, რომ ხალხო ამ არჩევნებზე ხმა მოგვეცით, რომ ნაცები დავასრულოთო და არჩევნებამდე რატო არ ვასრულებთო, იციო? მიზეზიც ხო თქვა. ჩვენ მაგასთან პრობლემა არ აქვს. აი ისე იქნება თუ ესეო, ჩვენ პარტიასო, მაგასთან პრობლემა არ აქვს. მიზეზი მართლა ეგ დახსოვე, ხალბატონო ლუკიანმა გითხრა, რომ ერთი ხო არ გაგვეგრძელებინა ერთი თვით კომისიაო. პასუხი ჩვენგან იყო, რომ ჩვენ პარტიას მაგასთან პრობლემა არ აქვს. ნაცების გასამართლება კი ვერ მოესწრებაო, მაგრამ ჩვენ მაგასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ქართველი ხალხი გასცემს პასუხსო და ბიჭო, რა არის, აი, რამეს რო ეს ხალხი თან იტყუებოდეს და ფუთავდეს, კიდე ჯანდაბას, ანუ პირდაპირ რა თქვი, რომ ეხლა ნაცებს არ გავასამართლებთ, იმიტომ რომ ჩვენ მაგასთან პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი გასცემს ნაცებს პასუხს არჩევნებზე, ანუ მოგცემს ხმას ჩვენ. ამიტომ რა თქმა უნდა პრობლემა არ აქვს. თან მე ერთ დეტალს ჩავამატებ მაგას, ნახე. ნაცების დასრულება შეგვეძლო 3 თვიანი მუშაობა, რომ ჩაეტარებინა ამ კომისიას, რომელიც ძალიან მაგარი კომისიაა, როგორც უკვე. ერთი თვე დაახშინგრია ქვეყანა რაღაცა შეაზანძარა ნაცები და 3 თვეში ყველაფერი ესწრებოდა, ნაცები იკრძალებოდა ქვეყანაში, ნაცები აღარ არსებობენ. ეგ ხერხდებოდა და საღამოს შეიკრიბნენ ესენი და მოდი ერთი თვითაც გავაგრძელოთ რა. არ ამთავრდებიან. რატო და პრობლემა არ აქვს. აი პროსტ არაფერი, აი მათ ხო ეგრე დგას, რომ ნაცები მთავრდებიან, 14 წელი გავიდა და ნაცები მთავრდებიან და რაღაცა არ ვიცი, აი კი რთული იყო ეს 14 წელი, კი გაუსაძლისი რაღაცები აიტანა მოსახლეობამ, რა ვიცი. როგორც იქნა საქმეზე გადავა პოლიტიკა. როგორც იქნა. რა აიტანა, იცი? 14 წელი რა აიტანა, იცი ხალხმა? ესენი აიტანა 14 წელი. მაგისტრის. ხო, ესენი აიტანა და როგორი რაღაცა, იცი? წინა არჩევნები გაყალბება მოუწიათ, ისე მოიგეს ნაცებთან. ანუ გაყალბებით ძლივს მოიგეს
ნაცები რომ მონაწილეობდნენ და მე რევოლუცია ხდებოდა. გაიგე და მე რაღაცა გვასანქცირებენ და რაღაც სოფლიო იზოლაცია იწყება და ეგეთი სირთულე არჩევნებზე ნაცების ფიგურირება და კიდე ერთი არჩევნები ახლოვდება და ეხლა ერთი შვება გვაქვს და თავ ვიღაცეები აქეთ გვიმტკიცებდნენ რომ ეხლა მთავრდება ნაცები გაიგე აქეთ ვაბულინგებენ რომ მაგაზე რაღაც დელიკატურ ეჭვებს რომ გამოთქვამდით რომ მოდი მგონი არ ასრულებენ და ერთი ციტაც ნაცებზე უარესები ამ კომისიას გაიგე ჩვენ რომ ვამბობდით რომ ხალხო ქართული ოცნება შემდეგ არჩევნებამდე ნაცებს არ დაასრულებს მაგაზე პასუხი ხო რომ თქვენ ხართ ნაცებზე უარესები კი მაგის თქმის გამო ჩვენ ვიმსახურებთ და ცოცხლად უნდა აი ის რო არსებობდა ხო ისი ძველად ეს ხარი რო გააკეთა ვიღაცამ და შიგნით რო კაც ჩასვავდნენ და ყვირილი რო მუსიკა ხო თესს რო შეუნთებდნენ ხო ისი აი მაგის ღირსი ვართ იმიტომ რომ ამას რატო ლაპარაკობ მაგას ვინც გვაბრალებს ეგ არის მაგის ღირსი და გეტყვი აი მაგ ბრინჯაოს ხარის შემოღების ღირსია და გეტყვი რატო ანუ ნაცებზე უარესი ვინ არის იცი ჩვენ ხელისუფლებას რო ვაწვევით ნაცებს დროზე რატო არასრულებთ დაასრულეთ მაგიტო ვართ ნაცებისზე უარესი და ვინ არის იცი კარგი და უკეთესი აი ნაცების დასრულება შეუძლიათ რა სამ თვეში ეს კომისია გაგრძელდეს და ეს სამი თუ გადის უკვე და უკვე დასრულდნენ და მოდი ერთი თვითაც გავაგრძელოთ და არჩევნებამდე ვერ დასრულდეს ნაცები და რატო კი მაგრამ მე რა მაინტერესებს ეს სუფთა სპორტული ინტერესი აი როგორც ბაშო კობახიძემ აღნიშნა რომ აზარტის ის მიჩნდებაო სუპერიო კლავ რო ნაცები დავამარცხოთო ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და მე რა მაინტერესებს იცი აი ეს ოცნების გამправებლები რო არსებობენ რომლებიც ჩვენს გვიტევდნენ მათ შორის ხმა ჩაიგდეთ კაცო რაღა დროს თქვენი პარტიის გაუქმებაა და 50000 ადამიანისთვის კონსტიტუციური უფლებების ჩამორთმევაზეა საუბარი თქვენ საერთოდ ეხლა რაღა დროს თქვენზეა საუბარი აგერ ნაცებს ამთავრებენ როგორც იქნა ეგ ხალხი ეხლა როგორ გააправებს ძალიან მაინტერესებს აი ეხლა აი დინარაძემ რა პოზიციაც დააფიქსირა და რაც უამბო გადაწყვეტილი ამბავია რომ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნებისთვის ოცნებას კვლავ ჭირდება კაცო ბუა რაღა დროს ნაცებს ვინ დაასრულებს კაცო ნაცების ფონზე ჩანა ნეგენი კიდე რაღაცა ძალა ნაცი თუ არ გაქრა და მთავარი ბჭყალებში ბოროტება თუ გაქრა და 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრები თუ შეწყდა და რეალურ პრობლემებზე დავიწყეთ ჩვენ ყურადღების მიქცევა დემოგრაფიაზე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიგრაციაზე და ასე შემდეგ მაშინ ხელისუფლება ძალიან მძიმედ ექნება საკითხი ამიტომ ვინღა დაასრულებს კაცო ნაცებს რა სისულელია და ეგ თავიდანვე ნათელი იყო ჩვენთვის ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ აი ეს ვითომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც ბლეფი და ყველაფერი ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანია რომელიც ეხლა სხვათა შორის კრახით დამთავრდა გახარია შემთხვევაში მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი იყო ადამიანების მოსატყუებლად შექმნილი და ძალიან მაინტერესებს უბრალოდ ეგ გულწრფელად მაინტერესებს კიდევ ერთხელ განმეორდები როგორც კობახიძეს აქვს აი სპორტული ინტერესი და აზარტში შევიდა რომ აი ნახოს აბა რამდენს აიღებს ნაციონალური მოძრაობა მეც ეგეთი აზარტი მიჩნდება და მაინტერესებს ამჯერად რას გამოიგონებენ და რით გააправებენ აი თავის გადაფურთხებულს როგორ ალოკავენ ძალიან მაინტერესებს რა სიტყვიან ამჯერად მაინც რა არგუმენტები ექნებათ რატო არ აგზალეს ნაციონალური მოძრაობა არ შემიძლია არ წავიკითხო მათ შორის აი კობახიძის განცხადება აი რამდენიმე დღის წინ გააკეთა არჩევნების გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ აქედან გამომდინარე ამ აზარტის თვალსაზრისით მაინც მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო ანუ ხო სერიოზულად აუქმებენ. ანუ როგორ ამარცხებენ აუქმებენ სინაცებს? სინამდვილეში ყველანაირად ცდილობენ რომ შემოითრიონ არჩევნებში. რა თქმა უნდა. ანუ როგორც ჩვენ გვბლოკავენ არჩევნებისგან, ისე ცდილობენ რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობდნენ დაბლოკ. სისტემა ძალისხმევას დებს იმაში რომ
ნაციონალურ მოძრაობას მიაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა და ანალოგიურად იგივე სისტემა ძალისხმევას დებს იმაში, რომ ჩვენ ვერ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. კი და ჩემი აზრით აი ამ პროცესებით მთლიანად შიშულდება უკვე ეს ქართული ოცნების გეგმა, მაგ მიმართულებით, ზოგადად არჩევნებს როგორ იგებს ქართული ოცნება ეს შიშულდება ეს პროცესი და ამის გაცნობიერება მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ის რომ ნაცებს კი არა აუქმებენ, ნაცებით ტყვეობაში ამყოფებენ მოსახლეობას და ისინი რეალურად ებრძვიან ეროვნულ ფლანგს, ქართული ოცნება. აი ამის გაცნობიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ქართულ ოცნებას აწყობს ნაცები ოპოზიციად და მეტი არავინ. არავინ არ აწყობს ნაცების გარდა ოპოზიციად. ნაცების ფონზე იგებენ. ნაცების ხარჯზეა რომ ამდენი წელი იგებენ და ამიტომ ამას რაც უფრო მალე მიხვდება მოსახლეობა, მით უფრო მალე დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას და სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გადასვლას. მე ერთი რაღაცის მეშინია ის რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ დაილევა. გაიგე და არჩევნები სანამ იქნება თუ ამ არჩევნების შედეგად ოცნება დარჩა ხოლმე ხელისუფლებაში, სულ იქნებიან ნაცები. იმიტომ რომ სანამ ოცნება იქნება, ნაცები საჭირო იქნება. და აი ეგ არის ყველაზე შემაშფოთებელი. ნაცებს როგორ დავამთავრებთ კი? ნაცებს ოდესმე სანამ ოცნება იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ არჩევნები არ დაიცლება.